40 საათიანი სიჩუმე რუსთავი 2-ის ეთერში დუმილი, რომელიც უფრო გამაყრუებელი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ხმამაღალი საუბარი. ვიდრე ჩვენ გდუმდით, საზოგადოება ლაპარაკობდა შავ-თეთრ წარწერაზე, რომელსაც დღენახევრის განმავლობაში ეკავა რუსთავი 2-ის ეკრანი. ჩვენ მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, გავთიშეთ ეთერი და გავედით ქუჩაში, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ პირისპირ შევხვდით ჩვენს მაყურებელს. თბილისის ცენტრში ჩვენს გვერდით ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფალი სიტყვის, რუსთავი 2-ის და საკუთარი უფლებების დასაცავად. რიგითი და ცნობილი ადამიანები, სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკოსები და ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიდექით და ერთად ვუთხარით ხელისუფლებას არა. ეს ჩვენი სამთვიანი პროტესტის კულმინაცია იყო. ყველაფერი კი პარასხევს 23 საათსა და 27 წუთზე. ამ სტუდიიდან კურიერის სპეციალური გამოშვებით დაიწყო. როგორი მძიმე ეთერი აღარ წამიყვანია ამ სტუდიიდან და გავიცი რა მძიმე ინფორმაციის მიწოდება გამჭირდებია მაყურებელთვის, მაგრამ ეს შემთხვევა, როდესაც სიტყვით მოკლედ თავი დავწერე. განსხვავებულია ემოციურად ეს ყველაფერი. გამოსავალიც რო გქონოდა შექმნის სიტუაციიდან, იმას გამოვიყენებდით, იმ გზას გამოვიყენებდით და ამ ზომას არ მართავდით ნამდვილად. მეტი გამოსავალი მართლა აღარ დაგჭირდა. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე. მაგრამ სამწუხაროდ სხვა არჩევანი ჩვენ აღარ დაგვიტოვებს. ერთადერთი, რითაც ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურებთ უკვე. გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზონა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზია მიმართოს. ჩვენი დუმილით, ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. რუსთავი 2 გადადის საპროტესტო მოძრაობაზე. ძალიან მძიმე განცდა და ძალიან რთულია, ალბათ წარმოუდგენელი არის იმის გადმოცემა, ახლა ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ და როგორ გვიჭირს ეკრანზე იმის ყურება, რასაც ახლა ვუყურებ. ეს გადაწყვეტილება მივხვდი, რომ არის ბოლოს ვარი. ანუ სხვა გზა ჩვენ უკვე აღარ გაგვჭირდა. ყველა ძალიან ხმამაღლა. არ განაცხადებ თავის პროტესტს. იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან მალე ამ ერთადერთ ხანჯარასაც საბოლოოდ ჩააბნელებენ და გამოსავალი აღარ იქნება. თავითქონი ჩვენთვის არის პროტესტი, რომელსაც ვფიქრობ, რომ აქვს აზრი. ზუსტად 10 წლის წინ ასეთი პროტესტი ამ ტელევიზიაში რო გქონოდა ჩვენ ჟურნალისტებს, რომლებიც მაშინ სათითაოდ და მეუნელა წავედით. აი ეს გუნდი, როდესაც მაშინ წავიდა რუსთავი 2-დან, ჩემი დიდი პატივისცემით და მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მათ რომ ასეთი ძლიერი პროტესტი ქონოდათ, მაშინ ნამდვილად ჩვენ დღეს აქამდე არ მივედით. უბრალოდ ვიდრე გვაქვს საშუალება რომ რაღაც გავაპროტესტოთ, ვაპროტესტოთ. ეს გადაწყვეტილებაც ჩვენად მიიღეს და
თუ ეს გადაწყვეტილებაც ისე მიიღეს, რომ არავინ არაფერი არ უკითხა, მერე პროტესტს რა გააცია. საქართველოს სასამართლოს უმაღლესი ინსტანცია აცხადებს გადაწყვეტილებას ჩემს საქმეზე. რა უნდა ქნა? იმ შემთხვევაში თუ არასამართლიანი არ მოხდეს გადაწყვეტილება. იმ გადაწყვეტილებას ვეღარავი ვეღარ შეცვლის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა გავაგონოთ ჩვენი მომაყურებელს და ეხლა უთხრეთ ჩვენი საქმე. ჩვენ მივდივართ რუსთაველზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ. იქ შევიკრიბებით ყველა რუსთავიორელი და ყველა, ვისაც არა მხოლოდ მოწონს რუსთავიორი, არამედ მხარს უჭერს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. ყველა ვინც თulis ჩვენსავით, რომ უსამართლობა კლავს. ჩვენ მივდივართ რუსთაველზე, ძველი პარლამენტის შენობაზე. ერთი ტელევიზიის თუნდაც ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალ რეიტინგული ტელევიზიის გაცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგ ხვალ უკვე კიდეული ჩვენთანამის ოჯახებში შემოვლენ და რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ამ ქვეყანაში სივრცე აღარ იქნება დატოვებული, რომ თქვენი პრობლემები გააშუქოს და თქვენი პრობლემები მთელ ქვეყანას გააცნოს. ჩვენ ორი წელია უკვე გაუსადმისმირებლებში გვიწევს მუშაობა. ურბილი შანტაჟი, მუქარა, ადაკაც, მეხი. ამ უთანასწორო ბრძოლაში ვარ ჩართული ბოლო წლის განმავლობაში. ჩვენ ერთი წუთი გადავიხელია უკან და ერთი ნაბიჯი არ გადავიხელს უკან. თუმცა ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. დღეს ჩვენ ერთად უნდა უთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეღებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. მე აკონდა ვისაუბრებო შემთხვევით გამიმართო იმ მოსამართლეებს, რომლებიც შემდეგ მეცხრათანა და შემდეგ არ მოაწყეს სემი უკანონო გადაწყვეტილებას, რომელსაც ითხოვდა და ხელისუფლება. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ იყავით მხრეთ, ვინაიდან თქვენ იღებთ ეს გადაწყვეტილებას არა დღევანდელი დღისთვის, არამედ ამ ქვეყნის მომავლისთვის და თქვენი შვილებისთვის. შემოგვიფასებო, მე მინდა აბერ მიმართო ხელისუფლებას. სახელმწიფო მანქანა ძალიან ძლიერია და ძალიან ძლიერია სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლა. შეიძლება ხელისუფლება თავისი სისტემით გაჩაგროს ადამიანების ჯგუფის. შეუძლია გათიშოს და დაჩაგროს ადამიანები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამდასა ძალა აღმართნავს ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს ძალა ხდავს ამას. ამ ძალას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. ეს ჩვენ აქ მხოლოდ რუსთავიორის დასაცავად არ ვიყავართ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული რა იქნება ხვალ. გავიკვირდებით სახელმწიფოში, რომელსაც სურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება, თუ იმ სახელმწიფოში, სადაც ავტოკრატია იქნება გამეფებული. ევროპული არჩევანი, რომლითაც დღეს ხელისუფლება იწონებს თავს, ამ დროისთვის სამწუხაროდ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
ისევე როგორც ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. რადგან ევროპული არჩევანი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დემოკრატიის მაღალ ხარისხს, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ შეჩეულები ვართ ბრძოლას, ვიბრძვით უკვე ძალიან დიდი ხანია და ჩვენ არ დავიღლებთ, მაგრამ დადგა დრო. როდესაც თავისი სიტყვა და გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვა თქვენ და უნდა თქვა საზოგადოება. ჩვენს ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული, გარიცხავს თუ არა ხელისუფლება, დაადუმოს რუსთავი 2. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება და თქვენ ამის საშუალებაც არ მიცემთ, რადგან თუ გაგვაჩუმებენ ჩვენ, ამ ქვეყანაში არ იქნება ის ფანჯარა, რომელიც თქვენ აზრს და თქვენს პოზიციას მიიტანს საზოგადოებამდე. ეს არის სიტყვის თავისუფლება, რომელსაც შეუძლია აჩვენოს სიტყვის ძალა, იმიტომ რომ რუსთავი 2 შეუძლია მივიდეს ყველა ოჯახში, საქართველოში და მიიტანოს სიტყვა. აი ამიტომ ჭირდება ჩვენ სიტყვის თავისუფლება. რუსთავი 2 სიტყვა შეიძლება არ იყოს უკანასკნელი ინსტანციის შეშმარიტება, მაგრამ ის იქნება ერთ-ერთი იმ სიტყვათა შორის, რომელთა შორისაც მე არჩევანს გააკეთებს გონიერი, დაფიქრებული, პასუხისმგებლიანი, მომავალზე ორიენტირებული ქართველი ადამიანი. სამწუხაროდ ჩვენ სხვა გზა და ხსნა არ დაგვიტოვეს. იცით, დადგება დღეს და დრო, როდესაც თქვენი შვილები კითხავენ, სად იყავით იმ დროს, როდესაც სიტყვის თავისუფლება ემხობოდა. და თქვენ გექნებათ ამ კითხვაზე პასუხი. თქვენ იყავით იქ, სადაც ქარიშხალია. თქვენ იცავდით თავისუფალ საქართველოს. იმიტომ რომ დიახ, რუსთავი 2-ის დამხობა ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელი დაემხობა და თქვენ მართლები იქნებით თქვენ შვილებთან. მე მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა ხედავ ტელეეკრანებთან და თითოეული თქვენგანის თავებს ითვლიან. მე მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა წერენ, რამდენი ადამიანია დღეს აქ. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, მეგობრებო. ძალიან ბევრი ვართ და არ მივცემთ არავის უფლებას, რომ საქართველოში სიბნელე დადგეს. 99 წელს აქ იდგა ხალხი, თავისუფალი საქართველოსთვის იდგა. ჩვენ მათი იმედები უნდა გავამართლოთ და როგორც წლების წინ პირველი პრეზიდენტის ერთმა გულანთებულმა მომხრემ თქვა პარლამენტში, განთიადია ბატონებო, განთიადია, დადექით ჩვენთან ერთად. ზე ოქროყანიდან არ ამოდის საქართველოში. აქ ხდება სწორედ ქვეყნის ბედი, იმიტომ რომ ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთხმად უთხრათ ხელისუფლებას, რომ დღეს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოს ბედი და ბრძოლა არის რუსთავი 2-ის მოედანზე. ხელისუფლება ვერ ხვდება, ან არ ხვდება, რომ ის ამ ბრძოლიდან, ამ ომიდან ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებული გამოვა. ის ან დამარცხდება უზენაეს სასამართლოში, ან ის ჩაიგდებს ხელში რუსთავი 2-ს და დამარცხდება საქართველოსთან ერთად. ის დამარცხდება მთელ ქვეყანასთან ერთად. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დღეს თქვენ იდგებოდით აქ, იმიტომ რომ ხალხი ამ ქვეყანაში ყოველთვის იქ დგას, სადაც საქართველოს ჭირდება და ამ შემთხვევაში საქართველოს ჭირდება თავისუფალი მედიის გადარჩენა. მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ნაწყენები არიან. მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ხმა სათანადოდ არის მოდა ამ არხზე. და სწორედ ასეთი ადამიანების დანახვა მიხარია მე დღეს აქ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, პირად წყენაზე მეტად, ყოველთვის უფრო მეტად და უფრო მაღლა დგას ჩვენი ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ აღარასოდეს აქ ამ გამზირზე დგომა აღარ მოგვიწევს. იმედი მაქვს, რომ მოვა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ მედიასთან ბრძოლას, ჟურნალისტებთან ბრძოლას აგებს ყველა და მით უფრო, როდესაც ტელეკომპანიასებისთვის, რომელიც თავისთავად შექმნილია გამარჯვებისთვის. რუსთავი 2 ერთი დღე იყო გათიშული და მივხვდი ესეთ რაღაცას, რომ ზუსტად 22 საათზე ძილი მომერია.
დავიძინე და გავიღვიძე დილის 6 საათზე. და მომინდა იოგაში ვარჯიში. და მივხვდი ერთ რაღაცას, რომ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ყველამ ესე ყოველ საღამო 22 საათზე დავიძინოთ. ამიტომ ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია რომ გავაპროტესტოთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ჩვენს ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს საქმე. უნდა დამთავრდეს და რუსთავიორის გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. სვირფასო მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. დღეს ამ ქვეყანაში მთელი ძალაუფლების კონცენტრირება ერთ ხელში ხდება. სახელმწიფო ძალაუფლება ერთ ხელშია. ეკლესიაში გავლენის მოპოვებას ცდილობენ ადამიანები და მხოლოდ რამდენიმე მღვდელი და ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება ამას. მედიაში მხოლოდ რუსთავი დარჩა, რომელიც აქტიურად უწევს წინააღმდეგობას ერთი ადამიანის ხელში ხელისუფლების კონცენტრაციას. რამდენიმე მოსამართლე ცდილობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ჯგუფს. მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი და მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით მოხერხდება ის, რომ მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის, ერთი ჯგუფის ხელში არ მოხდეს. ეს ადგილი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოსთვის. ყოველთვის აქ წდებოდა ქვეყნის განვითარების ბედი და დღესაც სწორედ ასეთი მოვლენები იწყება აქ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ და ჩვენც თქვენთან ერთად არავის მისცემთ უფლებას, რომ დაგაშინონ და უკან დაგახევინონ. თავისუფალო ადამიანებო, მოგესალმებით ყველას, ვინც აქ თქვენით მოხვედით. მოგესალმებით ყველას, ვინც აქ ორგანიზებულად მოხვედით. თქვენი პარტიების, თქვენი ლიდერების, გულმხურვალე პატრიოტების და ევროპისკენ და დასავლეთისკენ მიმავალი ადამიანების მეთაურობით. მოგესალმებით ყველას, ვისაც გახელვებთ არა რუსთავი 2, არამედ ქვეყნის ბედი, დასავლეთი საქართველოში და საქართველო დასავლეთში. მოგესალმებით ყველას და მიყვარხართ. იმიტომ არსებობთ, რომ თქვენ ხართ ჩვენთან ერთად. დღემდე იმიტომ მოვედით, რომ თქვენი თანადგომა იგრძნობა სულ. აი ეს კაცი მუდმივად გვიყურებს, მუდმივად გვისმენს, მუდმივად გვითვალთვალებს. ამ კაცს არ ვუყვარვართ. ეს კაცი არ არის ჩვენი, ეს კაცი არ ზრუნავს ჩვენზე. ამ კაცს სულს არა მარტო რუსთავი 2, არამედ ყველაფერი, ყველა ის სიკეთე, რომელსაც რუსთავი 2 გამოხატავს. დასავლეთი, კრიტიკა, რაციონალიზმი, მაგრამ ჩვენ არ მაუწყებლობთ ამ კაცისთვის. ჩვენ დავიღალეთ ამ კაცისგან. ჩვენ არ ვაპირებთ მისი ბედი გადავწყვიტოთ. მისი ბედი გადაგვილოცია თქვენ ხელში. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისი ბედი. ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ, რას აკეთებს ეს კაცი ჩვენთვის. როგორ გვისმენს, როგორ იპარავს ჩვენს გონებას, როგორ დგას ყველა ხელისუფალის უკან, რომელიც სინამდვილეში არარაობაა და სინამდვილეში გვართავს ეს კაცი. ამ კაცმა დააბრუნა 1984 საქართველოში, როცა ყველას უთვალთვალებენ, მეორე დღეს გვაჩვენებენ, გვასმენინებენ, ხურავენ, სულს უღებენ პირიდან ყველა ადამიანს, რომელსაც თავისუფლება უნდა. ამ კაცის ადგილი არის საქართველოში და იყოს იქ, სადაც არის, მაგრამ ამ კაცის ადგილი არ არის ჩვენ გულებში. ამ კაცის ადგილი არ არის რუსთავი 2-ში და ჩვენ მას იქ არ შემოუშვებთ არასდროს. არც ერთი მისი მოციქული რუსთავი 2-ში ვერ გაიჭაჭანებს. დღეს არის 19 თებერვალი. დღეს არის ქართველი გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე. მე მოუწოდებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. მე მოუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოს, სადაც არ უნდა იყოს ის და რომელ ბანაკშიც. ნუ გაყვებით ამ კაცის გზას. ეს არის ბარაბას გზა. გაყევით მარო მაყაშვილს, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა. ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს. ჩვენ ჭირდება სამართლიანობა. ჩვენ გვინდა ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია. ჩვენ წართმეული გვაქვს ყველანაირი უფლება 2 წელია. დამოკლეს מחვილივით გვაკიდია ივანიშვილის რისხვა.
რომლისაც არ გვეშინია, მაგრამ რომელიც ყველა შემთხვევაში მორალურად ჩვენს ემოქმედებს. მაგრამ ჩვენ მუშაობთ ყველაზე უკეთესად, იმიტომ რომ თქვენი თვალები, თქვენი გულები გვაძლიერებს და ვიცით რომ თქვენთვის მუშაობთ, ვიცით რომ თქვენ გვისმენთ, ვიცით რომ თქვენ იღებთ დასკვნებს და საბოლოოდ განაჩენს გამოუტანთ ყველა ნაზირალას, რომელიც არ იმსახურებს ამ ქვეყნის მმართველობას. ჩვენ ვიმუშავებთ კიდევ და კიდევ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას უზენაესი სასამართლოსგან. როგორც ჩემმა მეგობრებმა თქვეს, ეხლა არის მომენტუმი. უზენაესმა სასამართლომ არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას. უზენაესმა სასამართლომ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო ამ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს. ის რაც ვერასდროს ვერ მოხდა ამ ქვეყანაში ისტორიულად. დღეს შეიძლება ეს მოხდეს. ნუ გაყვებით ბარაბას გზას, კიდევ ერთხელ, ნუ გაყვებით ურთმელიძეს, ნუ გაყვებით ნაზღაიძეს, ნუ გაყვებით ყველა დამქაშ, მეკტამეს და ნაზირალას. გაყევით მარომაყაშვილის გზას, გაყევით ქრისტეს გზას და თქვენი შვილები დაგიფასებენ პირველ რიგში. თქვენ შეხვალთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში. არასდროს არ იდგებით მეორეჯერ ესეთი მარტივი არჩევანის წინაშე. ჩაწეროთ თქვენი თავი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან ჩაწეროთ ქვეყნის ისტორიაში თქვენი სახელი შავი ასოებით. სამარცხვინო შვედზე გააკრათ თქვენი თავებიც, თქვენი ოჯახებიც და მთელი თქვენი შთამომავლობა. გარანტიას გაძლევთ ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც უკანონობას მოაწერს ხელს, მის ფეხქვეშ მიწა დაიწვება აუცილებლად. რუსთავი ორელებო, ჩემს უკან დგას გუნდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის კეთება ცარიელი ენთუზიაზმითაც კი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. მარტივად ვერც ერთი რუსთავი ორელი მთელი 5 წლის განმავლობაში მილიარდერმა ვერ გადაიბირა ვერც ერთი თანხის შეთავაზებით. მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ჯერათ რასაც აკეთებენ, მათ არ უნდათ ლაქიობა და მონობა, მათ არ უნდათ საინფორმაციო გამოშვებაში 1 საათი არაფერზე ლაპარაკი, პანდუსების გახსნაზე და ტუალეტების გახსნაზე, რომლებიც არ მუშაობს. მათ უნდათ ილაპარაკონ პრობლემებზე და თავის ხალხს მიუტანონ სიმართლე. ამის გამო რუსთავი ორელები არ გაიყიდნენ და არ იყიდებიან. არ ვიყიდებით არც ერთი. და არ ვიხებთ არც ერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ არ ვემსახურებით არც ერთ პარტიას. უილია მეგობრებო. ჩვენ ვემსახურებით ყველას, ვინც მიდის დასავლეთისკენ, ვინც ზრუნავს ხალხზე, მიუხედავად სხვადასხვაგვარი შეხედულებისა, ვისაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა დიახაც, მაგრამ ამის გაკეთება უნდა იმიტომ, რომ მათთვის ხალხი და ქვეყანაა ძირითადი ფასეულობა. მუდმივად ვიქნებით ასეთი ხალხის, ასეთი პარტიების, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების გვერდით. ჩვენი ადგილი არ არის გამყიდველების, ფულით მომსყიდველების, რუსეთისკენ პუნქტუ მომოკიცინა ხალხის გვერდზე. არასდროს მათ გვერდზე არ ვიქნებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ამდენი თვალებანთებული და გულმხურვალე მამულიშვილი. ძალიან დიდი მადლობა და მინდა ყველამ ერთად უთხრათ არა იმ უსამართლობას, რომელიც თავს დაგვატეხა ოლიგარქის რეჟიმმა, მისმა ნაყიდმა სასამართლომ, მისმა ნაყიდმა პროკურატურამ, მისმა ნაყიდმა სუსმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. არა! 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 რუსთავი ორ გაუმარ! 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 ვიყავთ და გემსახურებით მუდამ თქვენ. არც ერთი ნაბიჯი უკან! არც ერთი ნაბიჯი უკან!